და გამოწვევები, მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენების კომპეტენტური ანალიზი და განსხვავებული მოსაზრებები. ყველაფერი, რაც ეკონომიკას, ბიზნესს, ფინანსებს და ჩვენ გვეხება. რა, როგორ და ვისთვის? ეკონომიკის მთავარ კითხვებზე პასუხი გადაცემაში ეკონომიქსი. ირმა ებრალიძესთან ერთად. საბაჟო პროცედურები ევროპულ რეგულაციებს კიდევ უფრო დაუახლოვდა. საქართველოს ევროკავშირის სატრანზიტო სისტემა შეუერთდა. რამდენად ამარტივებს ახალი სისტემა გადამზიდავებისთვის საბაჟო პროცედურებს, რამდენ ქვეყანაში იმოქმედებს საქართველოს საბაჟოს მიერ გაცემული დოკუმენტაცია და რა უპირატესობა აქვს სიახლეს ბიზნეს სუბიექტებისთვის. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. გამარჯობა, დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია შემოსავლების სამსახურის საბაჟო ტრანზიტის სამმართველოს უფროსი ნათია ბასილაია. ერთად შევაფასოთ ეკონომიკური მოვლენები. სტუმარი ეკონომიქსში. ნათია გამარჯობა. მოგესალმებით, ძალიან მადლობა რომ ხართ გადაცემის სტუმარი და აქვე ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის განმარტავთ რომ თქვენი დეპარტამენტი სულ რაღაც 2 თვეა, ხო, რაც შეიქმნა, მას შემდეგ რაც ეს ახალი სისტემა გაეშვა. უფრო დეტალურად რო გვითხრათ, რას ნიშნავს ახალი სისტემა NCTS-ი, აბრევიატურას ესე ითარგმნება, რომ მოგვიყვეთ ამის შესახებ. და რა შეიცვალა საბაჟო პროცედურების კუთხით? დიახ, რა თქმა უნდა, მოგესალმებით, მივესალმები მსმენელებს. ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა გახლავთ NCTS-ის აბრევიატურა და რას გულისხმობს ეს? საქართველოს მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან შეუერთდა საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ კონვენციებს. ეს გახლავთ საერთო სატრანზიტო კონვენცია და საქონლით ვაჭრობის გამარტივებების შესახებ კონვენცია. ამ კონვენციების გათვალისწინებით საქართველოს გახდა ერთიანი ქსელის ნაწილი, რომელიც მოქმედებს, მუშაობს დანერგილია ევროკავშირის ეგიდით ჯამში 37 სახელმწიფოში. ერთი ფანჯრის პრინციპი, ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთი დეკლარაციით, ურთიერთაღიარებული გამარტივებით, ურთიერთაღებული გარანტიებით და გამარტივებული პროცედურებით. უფრო დეტალურად რო ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით და ანუ როგორ იყო მაგალითად აი 1 თებერვლამდე და როგორ არის 1 თებერვლის შემდეგ კონკრეტულ მაგალითზე? შევადაროთ, ანუ საქართველოსდან წასულ ტვირთებზეც ვისაუბრებ და იმპორტზე მიღებულ ტვირთებზეც ვისაუბრებ. საქართველოსდან როდესაც ექსპორტზე გადიოდა საქონელი, ან ტრანზიტით კვეთდა ჩვენს ქვეყანას და შემდგომ შედიოდა ევროკავშირის ტერიტორიაზე, ჩვენთან შიდა ეროვნულ დონეზე ივსებოდა შესაბამისი დოკუმენტი, აღრიცხვის მოწმობა იქნებოდა ეს თუ საბაჟო დეკლარაცია. ხოლო ევროპაში შესვლის შემდგომ იბეჭდებოდა NCTS სისტემაში საერთო დეკლარაცია T1, რომელსაც საქართველოს ამ დრომდე ვერ ფარავდა და ჩვენთან შევსებული დეკლარაციით ვერ ხვდებოდა ტვირთი პირდაპირ ევროპაში. ასევე ევროპიდან როდესაც მოდიოდა ტვირთი საქართველოს დანიშნულებით, ან ჩვენი ქვეყნის გავლით მიდიოდა ვთქვათ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში ან შუა აზიაში, საქართველოს თავის ეროვნულ დოკუმენტს იყენებდა შიდა ინტერესებისთვის, რომელიც არ გახლდათ საერთაშორისო დოკუმენტი და ამ ერთი გარანტიით, ერთი დეკლარაციით, ერთიან სისტემაში განთავსებული დეკლარაციით, რომელსაც ხედავს 37 კონვენციის წევრი სახელმწიფო, ვერ ხდებოდა ტვირთის გადაზიდვა. უფრო მეტი რო ვთქვათ ამასთან დაკავშირებით, ეს გახლავთ ერთიანი დოკუმენტი, რომელსაც ხედავს როგორც ჩვენი საბაჟო სამსახური დეკლარაციებს, რაც მოდის ჩვენი დანიშნულებით, ასევე კერძო სექტორის მხრიდანაც რო შევხედოთ და მათი უპირატესობები დავინახოთ, თვითონ კომპანიებისთვისაც არის მარტივი და გამჭვირვალე პროცედურა, ვინაიდან მათი დანიშნულებით წამოსული ტვირთების შესახებ ინფორმაცია როგორც საქართველოს საბაჟოს, ანუ უწყებას, ასევე თვითონ კერძო კომპანიებსაც აქვთ დეტალურად საქონლის მონაცემები, ექსპორტიორი, გამომგზავნი, ყველა ქვეყნის საზღვრის კვეთას ხედავენ, თქვათ, მოდის გერმანიიდან, უნდა გამოიაროს რამდენიმე სახელმწიფო და თურქეთის გავლით, თქვათ, უნდა შემოვიდეს სარფში. ხედავენ თავიანთი ტვირთების მოძრაობას, რომ ჩვენგან წასულ ტვირთებზეც არის საუბარი და იმპორტზე მისაღებ ტვირთებზეც, რომელი ქვეყნის საბაჟოები გაიარა, სად დაყომდა, აქვთ ამის შესახებ მყისიერი ინფორმაცია. ერთიანი ქსელი გულისხმობს არა მარტო იმას, რომ დეკლარაციას ვხედავთ სისტემაში, არამედ იმასაც, რომ ინფორმაციას ვცვლით სახელმწიფოებს შორის ძალიან მარტივად. თუ რამე ხარვეზია, თუ რამე პრობლემაა, თუ რამე რაღაცა გვერდითი პროცედურების გავლა არის საჭირო. ეს სახელმწიფოს მხრიდან რო შევხედოთ ამ საკითხს, მაგრამ თუ შევხედავთ ბიზნესის მხრიდან, ანუ აღარ ხდება მარტივად რო ახსნათ, რომ ყველა ქვეყანაში ამ ტვირთის გაჩერება, შემოწმება, შემდეგ გატარება გადის საქართველოსდან და ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, რაც არის ამ სისტემაში
სისტემას 37 ქვეყანაზეა საუბარი ჯამში. აი არ ჭირდება, დროს არ კარგავენ, ნერვების ბაზიც აღარ უჯდებათ და ასე შემდეგ. აი ბიზნესის კუთხით აი ეს რო გავშალოთ ხარჯების და დროის, ფინანსების და დროის და ზოგადად ბიზნესისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? სწორედ ასე არის, როდესაც საქართველოსდან გადის ტვირთი და ყველა გამშვებ პუნქტს, რომელსაც გაივლის, ერთი დოკუმენტით გადის, არ ჭირდება სხვა დოკუმენტის შევსება და როდესაც ეს დოკუმენტი არის აი ესეთ რეიტინგულ სისტემაში, ევროკავშირის დანერგილ სისტემაში რეგისტრირებული, ასეთ ტვირთებს აქვს სხვანაირი სანდოობა, ნაკლები რისკებით შერჩევა, ნაკლები დაყოვნება საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის რიგ ქვეყნებში, სადაც ასე ვთქვათ, რიგის დარეგულირება არის საჭირო კვეთის დროს, ცალკე გასასვლელი ხაზები აქვთ NCTS-ით, იმიტომ რომ პრიორიტეტული საქონელია სახელმწიფოს იქნება განსხვავება. აქვს ინფორმაცია, დიახ, ამ კუთხითაც ვიზუალურადაც გარდა იმისა, რომ ელექტრონულად ჩანს ეს ინფორმაცია წინასწარ, ვიზუალურადაც არსებობს განსხვავებული სპეციალური ლუკების, ლურჯი ლუკები შექმნა შემოსავლების სამსახურმა, ახალი საბაჟო ლუკები, მყვითელი ცნობილი საბაჟო ლუკებისგან განსხვავებული, რითაც განასხვავებს NCTS მანქანებს და ამ ლუკებს აქვს საერთაშორისო აღიარება, ანუ ამ ლუკით დალუქული სატრანსპორტო საშუალებები უკვე თვალნათელია, ჩანს, აი როგორც ტირგადაზიდვების დროს ტირ აღნიშვნა არის ხოლმე სატრანსპორტო საშუალებებზე და ახლობით მსგავსია, ცნობადობა მაღალი აქვს, სანდოობა მაღალი აქვს და ნაკლებად სხვადასხვა ქვეყნის საბაჟო უწყებები ახორციელებენ კონტროლს, დაცლას, დათვალიერებას, რაც თავისთავად ყველა ქვეყანაში ხარჯებთან იყო დაკავშირებული და დროის რესურსი ეზოგებათ ამ კუთხითაც ჩვენს გადამხდელებს. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ვინც არის ჩართული ამ სისტემაში, უპრობლემოდ ხდება სატვირთოების გატარება, ყოველგვარი შემოწმების გარეშე თუ მაინც აქვთ უფლება რომ შეამოწმონ. თუ ჩათვლიან საჭიროდ. აპრიორი 100%-იანი შემოწმების გარეშე ტვირთების გადაადგილება საბაჟოზე ესეთი ცნება არ არსებობს. ანუ არსებობს შერჩევითობის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც შედარებით მაღალია, როდესაც არასანდო ტვირთებია, როდესაც სარისკო ტვირთებია, სარისკო ქვეყნებია, მაგრამ როდესაც NCTS სისტემაზე ვსაუბრობთ, მინიმუმამდეა დაყვანილი ეს შემოწმების შერჩევითი, ანუ პროცენტული მაჩვენებელი. თქვენ თქვით, რომ ერთი სატრანზიტო დეკლარაცია და ერთი გარანტია. ეს არის ახალი დოკუმენტაცია დავუშვათ ბიზნესისთვის თუ ამას ისედაც აკეთებდნენ და უბრალოდ ფურცლების რაოდენობა შემცირდა თუ რამე კიდე დაემატა ეს უფრო დეტალურად რო გითხრათ. ნაბიჯ ასე რომ ვთქვათ, ევროპაში თუ შექონდა აქამდე ჩვენს ექსპორტიორს საქონელი, მას ამ NCTS სისტემაში და ერთი დოკუმენტი, ეს ტრანზიტის დოკუმენტი გახლავთ, ამის დაბეჭდვა მაინც უწევდა ევროპაში სხვანაირად ტვირთს ვერ შეიტანდა, ანუ იქ იხდიდა საბროკერო მომსახურებას, თურქეთი იქნებოდა თუ ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფო პორტით თუ შედიოდა პირობითად რომელიმე სახელმწიფოში, დღეს ამ დოკუმენტს შეავსებს საქართველოშივე, თუ ექსპორტიორი ვარ და ჩემს დეკლარაციებს დაუბეჭდავ აბსოლუტურად უფასოდ და აღარ მომიწევს თქვათ იგივე საბროკერო საქმიანობაში ფულის გადახდა თურქეთში ან ბულგარეთში ან რომელიმე სხვა სახელმწიფოში, სადაც მიმაქვს ტვირთი. ანუ ეს დოკუმენტი არსებობდა ამ სახელმწიფოებისთვის და დაემატა რომ საქართველოს ექსპორტიორებს საქართველოსშივე შეუძლიათ ამ დოკუმენტის შექმნა და ამ ერთი დოკუმენტით გადაზიდვა. გარანტია რა კავშირში ამასაც განმარტავ აქვე. ეს არის გარანტიით უზრუნველყოფილი გადაზიდვა, ანუ ტვირთის გადაზიდვაზე ტირით გადაზიდვა არსებობდა ასეთი ტირკარნეტით, რომელიც ასევე გარანტიით უზრუნველყოფილი იყო, წიგნაკის მეშვეობით ხდებოდა გადაზიდვა, ხოლო NCTS-ი ტირისგან იმით განსხვავდება, რომ ელექტრონული სისტემაა სრულად, არის ეს 37 ქვეყნის ერთობა და ერთიანი გამოყენება აქვს ამ სახელმწიფოებს შორის და ამ კომპანიას არ უწევს რაღაც თანხების მობილიზება, საბროკერო საქმიანობის და გარანტიების დადება თურქეთში დამატებით, ევროპაში დამატებით, ანუ საქართველოში დადებული გარანტია სრულად ფარავს ყველა იმ სახელმწიფოს, რომელსაც გაივლის ჩვენი ექსპორტიორების ტვირთი, მათ შორის ტრანზიტზეც. ანუ საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება ამ ყოველფრის გაკეთება და შემდეგ ეს საკმარისია. ჩვენ თქვით 37 ქვეყანა, აქედან არის 27 ევროკავშირი, დანარჩენი რომელი ქვეყნებია? EFTA-ს წევრი, თავისუფალი ვაჭრობის წევრი სახელმწიფოები გახლავთ, უკრაინა, თურქეთი, ბრიტანეთი, სერბეთი და მაკედონია. ანუ ამ ჩამონათვალიდანაც ჩანს, რომ ისეთი სახელმწიფოები გახლავთ, რომელთანაც გვაქვს ყველაზე დიდი ექსპორტი, ტვირთბრუნვა, იმპორტი და მათ შორის ტრანზიტული ქვეყანა ვართ ამ ქვეყნებისთვის ცხადია, როგორც შუა აზიის ქვეყნებიდან, ისევე ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები. და ეს დამატებით ხარჯებთან ხო არ არის დავუშვათ ბიზნესისთვის დაკავშირებული? კი, ვახსენეთ, რომ გამარტივდა, მაგრამ თუნდაც ეს დეკლარაცია, გარანტია არის თუ არა დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული? დიახ, ერთი დოკუმენტის დაბეჭდვა ჩვენი დღეს არსებული კანონმდებლობით კომპანიას, როდესაც სურს თავის სახელზე
დაბეჭდოს დეკლარაცია არის აბსოლუტურად უფასო. მას შეუძლია ასევე დეკლარაციის დასაბეჭდა თუ თვითონ ამ სისტემაში ჯერ არ იცის და ამაზეც ვისაუბრებთ ცოტა მოგვიანებით, რომ აი ამ ცნობიერების ამაღლებაზე, სწავლების კურსებზე და ასე შემდეგ შემოსავლების სამსახურმა იზრუნა, რომ დაეორგანიზებინა და კომპანიებს ამ კუთხითაც არ შექმნოდათ პრობლემა. ასევე შეუძლია საბაჟოს მიემართოს და საბაჟოც დაუბეჭდავს უპრობლემოდ ამ დეკლარაციას. გარანტიის აღებას რაც შეეხება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებით და იმ დანარჩენ 36 სახელმწიფოსთან შედარებით, ჩვენს ქვეყანაში ეროვნული გადასახადები გაცილებით უფრო ნაკლებია, საბიუჯეტო გადასახადები, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც აქამდე უწევდა T1-ის დაბეჭდა, ამ დოკუმენტის დაბეჭდა. შესაბამისად, გარანტიისთან ხარა ვინაიდან რისი დადებაც უწევდა, ანგარიშებოდა იმ გადასახდელებით, რომლებიც მოუწევდა საქონელს, რომ გამბაჟებულიყო. ეს გადასახდელები ჩვენთან რაღაცან გაცილებით ნაკლებია, საგარანტიო თანხის ოდენობაც რაც უნდა დადოს, გაცილებით ნაკლები გამოსდის. ანუ ამ კუთხითაც გაცილებით უფრო პრიორიტეტულ სიტუაციაში იქნებიან ჩვენი კომპანიები, რომლებიც საქართველოდანვე დაიწყებენ NCTS დეკლარაციით გადაზიდვას. რაც შეეხება ტრანზიტს, იმიტომ რომ საქართველოდან ძალიან ბევრი ტვირთი გადის ევროპაში, დაუშვათ აზიიდან და ასე შემდეგ. თავად ეს სახელმწიფოები, რომლებიც არ არიან დაუშვათ აზიის სახელმწიფოების გულისხმობ ამ სისტემაში ჩართული, ტრანზიტის შემთხვევაში ისინი ისარგებლებენ, იციან მათ ამის შესახებ და მართალია პირველი თებერვლიდან გაეშვა ეს სისტემა, მაგრამ მეტნაკლებად ალბათ გექნებათ საშუალება, რომ სურათი დაახასიათოთ, რამდენად არის მოთხოვნადი თუ ისევ ძველი სისტემა ურჩევნ. ანუ არჩევანი თუ არის თუ ეს არის სავალდებულო. დიახ, ამ ეტაპზე არჩევანი არის ახალი სისტემა, საკმაოდ დიდი და კომპლექსური პროექტია და დიდი შრომა არის ამ პროექტში ჩადებული, ანუ ასე რაღაც ერთ დღეში ამ სისტემის გაშვება არ მომხდარა, თავად ევროკავშირმაც 2004 წელს, როდესაც შემოიღო ეს NCTS სისტემა, 2001 წლის თავზე გახადა სავალდებულო ამ სისტემის გამოყენება 2005 წელს. ჩვენ სულ რაღაც თვენახევარია, რაც საერთაშორისო დონეზე ვამუშავებთ ამ სისტემას, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლიდან მიდიოდა გარკვეული სამუშაოების სისტემის ინტეგრაციასთან, ეროვნული კანონმდებლობის გამართვასთან და ევროპულ სტანდარტებთან მორგებასთან მიმართებით. შიდა ეროვნულ დონეზეც ვამუშავეთ, ასევე ეს სისტემა ერთი წლის განმავლობაში დავაკვირდით, ჩავრთეთ კომპანიები, ვასწავლეთ მათ, გადამზიდავები და ასე შემდეგ. დღესდღეისობით ტრანზიტის ნაწილიც გვაქვს დაფარული, ტრანზიტული დეკლარაციებიც წავიდა საქართველოდან ევროკავშირის დანიშნულებით. პირიქით, მათთვისაც გაცილებით უფრო კომფორტული აღმოჩნდა, საქართველოშივე დაებეჭდათ ეს NCTS დეკლარაცია და პირდაპირ მიიღო უნგრეთს, რუმინეთს, არ ვიცი, ევროპულ სხვადასხვა სახელმწიფოებს, იყო ჩინეთიდან, იყო შუა აზიის ქვეყნებიდან წამოსული ტრანზიტები და იქნება ესეთი ბევრი გვაქვს მართალია რაოდენობრივად გაცილებით მეტი ვიდრე ექსპორტებია ჩვენი ქვეყნიდან. ეს ინფორმირება თავად საბაჟოზე ხდება საზღვარზე? დიახ, თავად საბაჟოზე ხდება. შემოსავლების სამსახური ამ ცნობიერების ამაღლების კუთხით იყენებს ყველა პლატფორმას, რომ გადამხდელებს მიაწვდინოს ინფორმაცია, მათ დაეგზავნათ შესაბამისი შეტყობინებები, მათ შორის გადამზიდავებს, ვინც პირობითად ტრანზიტულ ტვირთებს ემსახურება საქართველოს ტერიტორიის გავლით, დაეგზავნათ შეტყობინებები, RSG-ზე დევს ბევრი სახის ინფორმაცია, რელიზის სახის, სიუჟეტის სახით, ჩატარდა შეხვედრები ასოციაციებთან, ექსპორტიორებთან, აი ამ შეხვედრებთან დაკავშირებით მინდა უფრო დეტალურად კითხოთ. ანუ იყო ცოტა ხნის წინ ინფორმაცია, რომ თქვენ ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა შემოსავლების სამსახური. თავად საინტერესოა, მე ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე ამ დახურული შეხვედრის დეტალები. ანუ თვითონ ბიზნესის მხრიდან რა კითხვები წამოვიდა, ანუ რა ტიპის გამოწვევას მაინც ტოვებს, საწყის ეტაპზე მაინც ეს სისტემა? დიახ, ეს ამაში უცნაური არაფერი არ არის, როდესაც რაღაც ახალს სამუშაო რეჟიმში ცოტა რაღაც გარდამავალი გადაწყობა ჭირდება, დიახ. კი, რა თქმა უნდა, ისინიც აი mutual სტანდარტებს რაღაცნაირად უფრო ეგუებიან და ახალთან ადაპტაციაც ცოტა თავიდან ჭირს ხოლმე. ჩვენი სამუშაოც მაგაში მდგომარეობს, ზუსტად შემოსავლების სამსახურის, რომ მაქსიმალურად კარგად დალაგებული სისტემა შევთავაზოთ, რომ არცეთ რგოლში გარანტიების აღება იქნება, გეზისთვის მიმართვა და საბაჟოსთვის მიმართვა და დეკლარაციების დაბეჭდვა იქნება, თვითონ ამ პროგრამის შესწავლა იქნება, არც ერთი საკითხი არ დავტოვოთ ყურადღების გარეშე. ყველა საკითხი რო კარგად დალაგებული იქნება, ექსპორტიორები და იმპორტიორებიც მოირგებიან ამ თემას, მოირგებენ ამ ბენეფიტებს, რომელსაც თავაზობს სისტემაში ჩართვა. შეხვედრაზე იყვნენ მოწვეული ასოციაციის წევრი და არაწევრი მათ შორის კომპანიები. ზოგიერთმა მათგანმა უკვე იცოდა ინფორმაცია სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით და ქონდა აბსოლუტურად
სამუშაო კითხვები, რაც კონკრეტულად მათი როლებიდან, კონკრეტულად მათი кейსებიდან გამომდინარეობს. გავცვალეთ ცხადია საკონტაქტო ინფორმაცია და აქვე ვიტყვი, რომ შემოსავლების სამსახურს 24 საათიანი call center ყავს გამოყოფილი საბაჟო დეპარტამენტში help desk შეიქმნა სპეციალური ამ NCTS-ში ჩართული პირებისათვის, რომ დახმარება გაუწიოს და არც ერთ ეტაპზე არ შეიქმნას პრობლემა სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე იყვნენ ასევე საბანკო სექტორი, სადაზღვეო სექტორი, რომელსაც გარანტიების ნაწილში უწევს ჩაერთოს ამ სისტემაში და მასაც თავისი სარგებელი ექნება. ცხადია, ძალიან დიდი ბაზარი იხსნება ამ კუთხითაც, რომ გარანტიების აღებას საქართველოში მოისურვებს ძალიან ბევრი ექსპორტიორი ჩვენგან და მათ შორის ტრანზიტის გარანტიის აღება ეს დაზღვევის ელემენტით? დიახ, დაზღვევის ელემენტია, სადაზღვეო გარანტია იდება ამ ტვირთზე, რომ საქართველოდან წასული ეს აუცილებელია ეს გარანტია. გარანტიით უზრუნველყოფილი გადაზიდვა გახლავთ, დიახ, აუცილებელია. ეს გარანტია, ანუ ასე შეიძლება ითქვას, რაღაც ვირტუალური თანხა არის, რომელიც გადაზიდვის პროცესში ინახავს სადაზღვეო კომპანია, ანუ სახელმწიფო აჩერებს ამ თანხას, როგორც კი ტვირთი ჩავა და გერმანია დაადასტურებს, რომ მიიღო ეს ტვირთი პირობითად გერმანია. ის გარანტია ისევ აღდგება, ისევ შეუძლია გამოიყენოს კომპანიას. და ამ შემთხვევაში არაფერს არ კარგავს. და თუ ტვირთი ვერ ჩავდის დანიშნულების ადგილამდე? ასეთი შემთხვევები თითქმის ევროპული პრაქტიკის განმავლობაში არ არის, რომ ტვირთს რაღაცა პრობლემა შეექმნას. აქაც ბარემ დავაზუსტოთ ეს ნაწილიც არის ხოლმე ეს კითხვა ხშირად გადამხდელების მხრიდან. ჩვენთანაც ყოფილა, რომ ტვირთს რაღაცა საგზაო შემთხვევაში მოხდა, რაღაცა ფორს-მაჟორი, რაღაც პირობების გამო ვერ მივიღეთ ტვირთი, გადამხდელმა ვერ მიიღო საქონელი, განადგურდა, დაზიანდა, არ აქვს მნიშვნელობა. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს თავისი ქმედითი ბერკეტები, შიდა ეროვნული კანონმდებლობა, პასუხისმგებლობის დაკისრების მომენტი თუ გაძარცვა მოხდა და ასე შემდეგ აკისრებს პასუხისმგებლობა შესაბამის პირს და საგარანტიო თანხის მოთხოვნამდე და თვითონ ამ გარანტიით უზრუნველყოფის ამოღებამდე იშვიათ შემთხვევებში ერთეული შემთხვევები არსებობს, როდესაც სახელმწიფოს ან ჩვენ, ან ევროპულ სახელმწიფოს დასჭიროებია, რომ საგარანტიო თანხა გამოეთხოვა. აქედან გამომდინარე, ეს ნაწილი თავისი სტატისტიკებით კარგად ავუხსენით საბანკო და სადაზღვეო სექტორსაც და ისინი უკვე გასცემენ მილიონიანი გარანტიები, არაერთი უკვე დაიდო ჩვენი ექსპორტიორებისთვის, მათ შორის ტრანზიტის პროცედურაში ჩართული პირებისათვის და ეს გარანტიები მუდმივ რეჟიმში მუშაობს უკვე აი ამ თვენახევრის განმავლობაში ტრიალებს, ანუ ჩადის მანქანა, აღდგება გარანტია, ჩადის მანქანა, აღდგება გარანტია, ანუ თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული გარანტია რაღაც პერიოდი ჩერდება, სანამ გზაშია ტვირთი, როგორც კი ჩადის. რისკი შეიძლება ითქვას, რომ მინიმალურია და ამიტომ შეიძლება ანუ სადაზღვეობისთვისაც მომგებიანი არის აბსოლუტურად და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული სადაზღვეო და საბანკო სექტორი უკვე ხედავს აი ამ ბენეფიტებს, რომელიც ჭრდება მათთვისაც აი ამ სისტემის დანერგვით და გარდა ამისა, აი აქვე გადავალ კიდევ ერთ რგოლზე, რომ დეკლარაციის დაბეჭდვა და გარანტიის დადება თუ არ სურს კომპანიას თვითონ, ერთი ვთქვი, რომ აქვს საშუალება მიმართოს საბაჟო ორგანოს და მეორეს აქვე ვიტყვი, რომ ასევე ჩნდებიან კერძო სუბიექტები, ტრანზიტის ოპერატორები, ასეთი ტერმინი შემოდის კიდე საბაჟო ფორმალობებში, რაც გულისხმობს თვითონ აკეთებენ ამ ყველაფერს. ამ ყველაფერს გაუკეთებენ თვითონ დაინტერესებულ მხარეს. შეიძლება მძღოლი იყოს არაქართველი ტრანზიტში ჩართული, რომელსაც თვითონ ამ გარანტიასთან და ასე შემდეგ საბაჟოსთან ურთიერთობა ერთულებოდეს, მივა ამ კერძო ტრანზიტის ოპერატორთან, არც გარანტიას დადებს, არც არაფერი, ისინი მოემსახურებიან თავიანთი გარანტიით. ანუ კომპანიები იქნება, რომლებიც ამაზე მუშაობენ თავს. აქვე ვისარგებლებ თქვენი ეთერით და გავაჟღერებ იმას, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, მათ შორის ვინ გასცემს გარანტიებს, სად რა მისამართზე არიან, რა საკონტაქტო ნომრები აქვს, ვინ არიან ეს ტრანზიტის ოპერატორები, ვინც დაბეჭდავენ კომპანიების ნაცვლად ან პირების ნაცვლად დეკლარაციას. ფაქტორი როგორ არის ამ შემთხვევაში? ხა საბაჟო გასაგებია და სახელმწიფო სტრუქტურა არის და სანდოობის ხარისხი მაღალია, მაგრამ ამ კერძო შემთხვევაში სანდოობის ხარისხი როგორ არის? ვინ იღებს ამაზე პასუხს? აქვს მაკონტროლებელის როლი ამ შემთხვევაშიც. ის რომ ტრანზიტის იმისთვის რომ ტრანზიტის ოპერატორი გახდე და დეკლარაციები დაუბეჭდო სხვებს შენი გარანტიით, ამისთვის აუცილებელი პირობები გაწერილია ფინანსთა მინისტრის 257 ბრძანებაში, მე-20 დანართი გახლავთ, სადაც ანუ ესე უბრალოდ ცუდი ისტორიის მქონე, პატარა ისტორიის მქონე კომპანია ვერ გახდება ამ საქმიანობის უფლება
უფლებას ვერ მიიღებს. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ამ უფლების მინიჭებისთვის პირობები გაუწერეთ და ამ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია, მუდმივ კონტროლს ვახორციელებთ, პერიოდულ გეგმიურ კონტროლს და მათ შორის ესე დაუგეგმავადაც მონიტორინგს განახორციელებს. რამდენი კომპანია დღეს ჩართული? დღესდღეობით RSC არის განთავსებული, ამის თქმა მინდოდა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დევს სრული ინფორმაცია ამ კომპანიების გარანტორების თვითონ NCTS სისტემის ჩართული ქვეყნების შესახებ ინფორმაცია დევს და 3 ტრანზიტის ოპერატორი გახლავთ, ვისი საკონტაქტო ინფორმაციაც არის მოცემული, ყველანაირი სამუშაო საათები და ასე შემდეგ ყველაფერი წერია საიტზე, მიკვლევადობა არ უჭირთ გადამხდელებს ქართულ და ინგლისურ ენაზე გახლავთ ეს ინფორმაცია განთავსებული და აქვე გავაჟღერებ, რომ ძალიან დიდია დაინტერესება არა მარტო ქართული კომპანიების მხრიდან, მეზობელი სახელმწიფოების მხრიდანაც, ანუ სომხეთი, აზერბაიჯანი, ანუ სხვადასხვა შუა აზიის სახელმწიფოებიც, ვისაც სამომავლოდ უჩნდება შესაძლებლობა, რომ საქართველოში რეგისტრირებული T1 დოკუმენტით ამ NCTS სისტემით პირდაპირ გაიტანოს ევროპაში და მერე ბულგარეთში არ დაიწყოს ამის გაკეთება და სრულ მარშრუტს დაუფარავს, ასე ვთქვათ, ეს დეკლარაცია საქართველოდან. ინტერესდებიან, მოგმართავენ კითხვებით. ეს მხოლოდ სახმელეთოს ეხება? არა, მხოლოდ მულტინაციონალურია, მულტიფუნქციულია, მულტიტრანსპორტი არის ქართული. სუითაც და ჰაერითაც, რკინიგზითაც მათ შორის დიახ არის ამის შესაძლებლობა. აი ეს ტირი რო ვახსენეთ, მაგალითად, მხოლოდ სახმელეთო გადაზიდვებს ეხებოდა და ამ კუთხითაც შესაძლებელი არ არის, ანუ აბსოლუტურად განსხვავებული, მაღალ რეიტინგული, ამიტომაც გახლავთ ეს თქვენ თქვით, რომ არის არჩევითი და სავალდებულო გახდება თუ არჩევითი იქნება ყოველთვის? დიახ, როგორ მუშაობს ეს სისტემა? საკმაოდ დიდი სისტემა არის და საკმაოდ ბევრ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში ვართ, არა მხოლოდ რაღაც დეკლარაციას დავბეჭდავთ, გაუშვებთ, ესე ჩანს გადამხდელებისთვის, თუმცა იმის უკან ბევრი, ასე ვთქვათ, ქვედინებებია და თვითონ ჩვენ სამსახურს უწევს რომ ურთიერთობაში იყოს ამ სახელმწიფოებთან გაცვალოს ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში და აზუსტოს, დიახ. ზუსტად. აქედან გამომდინარე, პირველ ეტაპზე არ გავხადეთ სავალდებულო, რომ შეჩვეულიყო ჩვენი ბიზნეს სექტორიც, ინფორმაცია გავრცელებულიყო მაქსიმალურად, როგორც ტრანზიტში ჩართული პირებისათვის, ისევე თვითონ ჩვენი ევროპელი, თურქი, უკრაინელი არ აქვს მნიშვნელობა ბრიტანეთში რეგისტრირებული გადამხდელებისათვის, რომ საქართველო გახდა ამ სისტემის ნაწილი. ევროკავშირმაც საბაჟო საიტზე გამოაქვეყნა აღნიშნული ინფორმაცია, ჩვენგანაც დაეგზავნებათ წერილები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს ოფიციალურადაც გარდა გაშღერებული ინფორმაციისა, რომ ახლო მომავალში კონკრეტული თარიღიც დასახელდება და გამოქვეყნდება შემოსავლების სამსახურის. და კიდევ ერთი საკითხი, არანაკლებ მნიშვნელოვანი. თავად რესურსი, ანუ გულისხმობ ადამიანურ რესურსს, რამდენად არიან ამ სისტემისთვის მზად, მანამდე მიმდინარეობდა ან სემინარები ან გადამზადება, თვითონ მებაჟე, რომელიც დგას საქართველოს ეკონომიკური საზღვრის სადარაჯოზე. დიახ, ძალიან კარგი კითხვა. ზუსტად ეს ნაწილიც ასახავს რა სახის შრომა ჩაიდო ამ სისტემის გამართვაში. დიახ, ჩატარდა სწავლებები ცხადია, გადამზადდნენ მებაჟეები, მათაც ანუ ახალ სისტემაში, ახალ რაღაც გარემოში, ვებზე უწევთ მუშაობა, რომელიც არ იყო მათთვის ნაცნობი ამ მსგავს სისტემაში, არ უმუშავიათ აქამდე. ბოლომდე დასრულდა ჩვენი მებაჟე ოფიცრების გადამზადება, მათთვის საჭირო როლები, რაც ჭირდებათ საბაჟო გამშვებუნქტზე ან გაფორმების ორგანოში, მათ შესწავლილი აქვთ. შედგა ზოგადი ტიპის შეხვედრებიც სხვადასხვა საბაჟო და შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ერთეულებთანაც ასევე და მზად არიან კი, რომ აი ათვისებული აქვთ ეს სისტემა და ამ კუთხითაც არანაირი ხარვეზი არ გამოვლენილა ამ თვენახევრის განმავლობაში აბსოლუტურად შეუფერხებლად ერთიანი პრაქტიკით მუშაობს სამსახური და ზუსტად ამიტომ რომ მონიტორინგი გაეწია სისტემის მუშაობისთვის, მებაჟე ოფიცერსაც დახმარებოდა და კერძო სექტორსაც ხადია, შეიქმნა ეს ახალი სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტში, საბაჟო ტრანზიტის სამმართველო, რომელიც ესე 24 საათიან კომუნიკაციაშია, საზღვარი იქნება, გაფორმება იქნება თუ კერძო სექტორი, მათ შორის საქართველოს რეზიდენტები და ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც, რომელიც მეილინგით, ტელეფონით, სხვადასხვა დისტანციური შეიძლება ითქვას, რომ ამ თვენახევრის განმავლობაში არ დაფიქსირებულა სერიოზული ხარვეზი. არ დაფიქსირებულა სერიოზული ხარვეზი. არც ტექნიკური და იყო კითხვები ცხადია, ხან თურქი კოლეგები შემოგვეხმიანენ, ხან ბულგარელები, თუმცა ყველა საკითხი იყო აბსოლუტურად ამოწურული და აბსოლუტურად თანამშრომლურად უმოკლეს დროში მოხდა ინფორმაციის გაცვლა.
და ტვირთებმა შეუფერხებლად 100-ზე მეტი დეკლარაციაა ჩვენგან ჩასული ევროპაში, მიღებული დეკლარაციების რაოდენობაც იზრდება და ეს მასშტაბებს ავკრიფავთ ნელ-ნელა, როდესაც ეს ცნობადობის გაზრდასთან ერთად ეხლა იგებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომ საქართველოს შეერთებულია სისტემას, გამოუჩდით ამ ქსელში, ერთიან ქსელში უკვე საბოლოო დანიშნულებად კარიბჭედ, ასე ვთქვათ, ევროკავშირიდან წამოსული ტვირთების ჩანს უკვე საქართველოს და ამ ეს არის გამჭვირვალე და დავუშვათ ის კითხვები, რომელიც მუდმივად იყო ხოლმე წლების განმავლობაში, გულისხმობს სანქციების თავიდან არიდება, აქ ჩანს ყველაფერი, ხო? გამჭვირვალედ რა ტვირთი, როდის, როგორ და სად შედის და რომელი ქვეყნის. ანუ ამას შეიძლება მოხსნას. ხო, აი ეს სისტემა არის იმის გარანტი, რომ ეს კითხვები მოიხსნას? დიახ, ეს სისტემა კიდევ ერთი დასტური არის, ასე ვთქვათ, იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის საბაჟო უწყებები არ მუშაობენ, ასე ვთქვათ, ყველანაირი გამჭვირვალობა, ყველანაირი რისკის მართვა, კონტროლი, ზედამხედველობა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და ამას არა მარტო ჩვენი ქვეყნის საბაჟო უწყება ან სახელმწიფო სამსახური ხედავენ ჩვენი პარტნიორების, მათ შორის ევროპელები. კარგად დაინახავენ ეს ტვირთები როგორ მოძრაობს და ჩვენც რა ტვირთებიც მოძრაობს ასე. ჩვენი დანიშნულებით ან ჩვენ. 37 ქვეყანა, ანუ ეს ჩამონათვალი გაფართოვდება თუ ეს არის დიახ, გაფართოვდება. მოლდოვა გახლავთ შემდგომი, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, რომელიც აქტიურ ფაზაში არის ენერგვის ამ სისტემის, სურვილები არიან აზერბაიჯანი იგივე რომ წლების მერე შესაძლებელია ის შეუერთდეს ამ სისტემას და ესე თვითონ ევროკომისია აფართოებს ხადია ამ საზღვრებს და ეტაპობრივად სხვადასხვა სახელმწიფოები კიდევ შეუერთდებიან ანუ რეგიონში ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს რეგიონში ამ ეტაპზე თურქეთის შემდგომ ანუ აქეთ საქართველოს ვართ აზიის ქვეყნებშიც აზიის ქვეყნებს ცალკე აქვთ ასევე სისტემა კარეკი რომელიც ასევე არის ინფორმაციის გაცვლის სისტემა, ჩვენ ამ კუთხითაც მუშაობთ, რომ აქეთ მხარეც არ დაგვრჩეს, ასე ვთქვათ, უყურადღებოდ, აქეთ მხარესაც ეს გამჭვირვალობის ერთიანი გარანტიის სისტემა გავუმართოთ და თანხმედრაში მოვახდინოთ NCTS სისტემასთან და ეს ორი სისტემა ერთმანეთთან კავშირში ვამყოფოთ, რომ არც საქართველოს საბაჟოს, არც ჩვენს გადამხდელებს არ გავურთულოთ ბევრ სხვადასხვა სისტემაში მუშაობით საქმეს. და მაინც სტატისტიკაც საინტერესოა, პირობითად რო ვთქვათ, რომ თუ მაგალითად საქართველოს საბაჟოზე ავიღოთ სარფის გამშვები პუნქტი, დღეში ხდებოდა პირობითად, ეხლა არ ვიცი, რამდენი მანქანა გადის ნამდვილად, 1000-ის სხვა ძველი სისტემით, ამ ახალი სისტემით რამდენის გატარება შესაძლებელია? უყურეთ, არ ზღუდავს არანაირად რაოდენობას, ციფრები რომ გითხრათ, არ არის ცოტა, სადღაც 100,000-ზე მეტი ავტომანქანა იყო გაშვებული თურქეთისგან მიმართულებით, ანუ თურქეთის გავლით საქართველოსთან და ამ სისტემის გავლის შემდეგ, ანუ კიდევ უფრო მეტს შევძლებთ. ნახოთ, რამდენი იქნება მომართვიანობა. ზუსტი ციფრის დასახელება რთულია ეს. დაახლოებით ვიძახთ პროცენტულად. ვიძახი, ანუ დავუშვათ 10%-ით მოიმატებს 20-ით 30-ით პირობითად, ანუ გექნებათ ალბათ დათვლილი. უბრალოდ აქვე ვიტყვი, რომ ამ სისტემის დანერგვამდეც სარფში საქართველოს მხარეს სარფს გულისხმობ, არა თურქეთის მხარეს, ანუ პროცედურები საბაჟო კუთხით იყო ისედაც გამარტივებული და 5-8 წუთს არ ცდებოდა დაყოვნების დროს ჩვენი მხრიდან, ჩვენი კუთხით ავტომანქანების თუ საჭირო შეიქმნება და მომართვიანობა გაიზრდება ჩვენ მზად ვართ NCTS-ისთვის ამ თემის პრიორიტეტიზაციისთვის ცალკე გეითები გავაკეთოთ რომ პრიორიტეტულად შეფერხების გარეშე ამ სისტემაში ჩართულმა მაღალ რეიტინგულმა ტვირთებმა ასე ვთქვათ სანდო ტვირთებმა ნაკლებად სარისკომ უპრობლემოდ გაიაროს ანუ სფერის დატანება უკვე ხდება თუ ეს ხდება დიახ არიან ჩვენი ექსპორტიორები რომლებიც თვითონ ლუქავენ სატრანსპორტო საშუალებებს საბაჟოდან აიღეს ეს ლუქები ან ამის სპეციალური პროცედურა არსებობს, რომელიც ამ 257 ბრძანებაში გვაქვს გაწერილი. კომპანიებს სწავლობთ, ანუ ვისაც აქვს უფლებამოსილება მიიღოს ეს ლუქები, იღებენ ამ ლუქებს და ლუქავენ ამ ლუქებით და საბაჟოც ლუქავს ხადია. ეს ყვითელი, წითელი დერეფანი ისინი ისევ რჩება? დერეფანი რჩება, ეს დეკლარაციასთან მიმართებით არსებული დერეფნები არის, თუმცა აი ამ NCTS სისტემაზე გადასვლა, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის იმის ნიშანი, რომ რასაც ეს დეკლარაცია ახლავს, ამ დეკლარაციის ამ ტვირთის შესახებ ინფორმაცია მე წინასწარ მაქვს გერმანიიდან რო დაიძრა ტვირთი, მე უკვე ვიცი რა მოდის, რა რაოდენობის მოდის, რომელი მიმღებია, რომელი გამომგზავნია, შესაბამისად არამართლზომიერ რენდომულ შემთხვევით გაწიწლებას გვერდსაული და არ არის საჭირო ზედმეტად დავაყოვნოთ ეს ტვირთები, ანუ ფაქტობრივად არის იმის გარანტი, რომ წითელ დერეფანში შემცირდება ცხადია ამ ტვირთების შერჩევითობა წითელშიც და ყვითელ დერეფანშიც, რომელსაც ახლავს NCTS დეკლარაცია და ინფორმაცია საბაჟო ისედაც ფლობს წინასწარ ამ სისტემის მეშვეობით. ძალიან
ცოტად რო გრჩება და რო შევაჯამოთ ჩვენი ასე ვთქვათ გადაცემა და თქვენი რეკომენდაცია, ანუ რას ურჩევდით გადამზიდავებს, იმპორტიორებს, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან ამ სისტემის შესახებ და ან ვინც იციან? დიახ, რომ შევაჯამოთ, შეხვედრების შესახებ ვისაუბრეთ, რომ უკვე შედგარა ერთი შეხვედრა, თუმცა სამუშაო პროცესში ვართ, ჯერ არ დაგვისრულებია განვითარება, არ დაგვისრულებია მასშტაბების ზრდა. შესაბამისად, შეხვედრები ამ ეტაპზეც დაგეგმილია. სწავლება ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ დაიწყო ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვინც მიმართავს თვითონ მოინდომებს NCTS სისტემაში დეკლარაციის ბეჭდას და მინდა გითხრათ, რომ მომართვიანობა არის საკმაოდ მაღალი, ძალიან დიდი დაინტერესება არის კერძო კომპანიების მხრიდან, გადამზიდავების მხრიდან მათ შორის, სურთ რომ ასე ვთქვათ, full service-ი შესთავაზონ თავიანთ მომხმარებელს, გადაუზიდონ ტვირთი, NCTS დეკლარაციაც დაუბეჭდონ, საბაჟო მომსახურებაც გაუწიონ. მივესალმებით ყველა ასე ვთქვათ, წამოწყებას ჩვენც თვითონ გადამზიდავების, ექსპორტიორების და იმპორტიორების მხრიდან ვეხმარებით ყველა კუთხით. ყველა ასპარეზს ვიყენებთ იმისთვის, რომ გადამხდელებამდე მივიტანოთ ყველა საჭირო ინფორმაცია და ველოდებით მასშტაბების ზრდას. ამ მასშტაბების ზრდასთან ერთად მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ბიზნეს სექტორი უფრო და უფრო მეტად შეიგრძნობს იმ პლუსებს და ბენეფიტებს, რაც ამ სისტემის გამოყენებას აქვს. ანუ დროის და ფინანსების დაზოგვას. რაც თავარია ბიზნესში. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. შემოსავლების სამსახურის საბაჟო ტრანზიტის სამმართველოს უფროსი ნათია ბასილაია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მაშასე, როგორც მოისმინეთ, საქართველოს ევროკავშირის სატრანზიტო სისტემა შეუერთდა და ვინც ჯერ კიდევ არ სარგებლობთ აღნიშნული სისტემით, მთელი გადაცემა მაგაზე ვისაუბრეთ, რომ ეს არის გამარტივებული და ძალიან ბევრ კითხვებს, ასე ვთქვათ, ხსნის ბევრ საკითხთან დაკავშირებით. მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, მომავალ ხუთშაბათს ამ სტუდიაში სხვა თემით და სხვა სტუმრით დავბრუნდები. მადლობა.